ამასობაში უკრაინაში 24 იანვარია ველიკაია ნოვოსელკა ექნება ამ ვიდეოს თემა. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდები TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე და Telegram-ზე. აგრეთვე გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. ხო, ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც ახლა სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს, ეს არის ველიკაია ნოვოსელკა. ეს არის სამხრეთ დონეცკის მიმართულება რა. ფაქტობრივად აქ არის ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან არის ბოლო მსხვილი დასახლებული პუნქტი. ომამდე 5000 კაცი ცხოვრობდა. სოფელიც არაა, ქალაქის ტიპის დასახლება ქვია რა. ხო და რუსების შეტევების ერთ-ერთი სამიზნე ბოლო დღეების განმავლობაში არის ზუსტად ეს ველიკაია ნოვოსელკა. ხო, რამოდენიმე მდინარე გადის ამ სოფელზე. მოკრეალია მდინარე და მისი შენაკადები შაითანკა და კაშლაგაჩი რა და ნახევრად კუნძულზე სავით იყო რა ეს ქალაქი და თითქოს არ უნდა ყოფილიყო რთული ამის თავდაცვა, მაგრამ რუსებმა მოახერხეს და იქ ჩრდილოეთიდანაც შემოუარეს, სამხრეთიდანაც უკვე ერთ კვირაზე მეტია ნახევრად ალყაშია მოქცეული. ერთ-ერთი ჩრდილო-დასავლეთისკენ არის გასასვლელი დარჩენილი და მოკლედ გუშინ მოახერხეს, რომ ეს თვითონ დასახლებულ პუნქტში ყოფი დაჯგუფებაც ორ ნაწილად გაჭრეს რა, ეგ რუკაზე ჩანს. აი სამხრეთ ნაწილში ჩარჩა მოკლედ 100-ათე ბრიგადის რაღაც ნაწილები, რომელსაც სრულ ალყაში არიან და გასვლის შანსი არ აქვთ რა. მიდის ახლა მათი განადგურება. ულტიმატუმი იყო შეთავაზეს დანებება, მე მგონი არ დანებდნენ. უნდა იქ რაღაც შენობებში და საყრდენ პუნქტებში არიან განლაგებული და ისე იმედი აქვთ არ ვიცი. ხო, აი ჩრდილოეთ ნაწილში დარჩენილი დაჯგუფება ჯერ კიდევ აქვს იქით ჩრდილოეთისკენ გასასვლელი, მაგრამ ძალიან ვიწრო გასასვლელია, იქაც მუდმივი ცეცხლის ქვეშ არის და პლუს აი მდინარეა გადასალახი რა, ეს მოკრეალია, ასე რომ ხიდები კარგახანია განადგურებულია. ტექნიკით და რაღაც პიკაპებით და ჯიპებით გასვლა შეუძლებელია. ფეხით თუ გააღწევ ღამე რა. მოკლედ ამ ველიკაია ნოვოსელკას დღეები დათვლილია და უკრაინულ პაბლიკებში ხიპიშია რატო ჩატოვით ხალხი, რატო არ გამოიყვანეთო. ჩანდა რომ ეხლა ამ ველიკაია ნოვოსელკას შენარჩუნება არანაირად არ გამოვიდოდა ეხლა. აი კონფიგურაციას რო დახედავთ, არ უნდა ეხლა ამას დიდი სამხედროობა რომ მიხვდე რომ აქ შანსი არ იყო, მაგრამ რავი, ესე გადაწყვიტეს მოკლედ. სავარაუდოდ მაქსიმუმ 2-3 დღე უნდა იყოს გაგრძელდეს, შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი. არანაირი საშუალება რომ რაღაცა უმარაგება მიაწოდონ, ან დამატებითი ძალები შეიყვანონ, ან რაღაცა დებლოკირების დარტყმა მოახდინონ, ამ სიტუაციაში უბრალოდ არ არის. დაჭრილების გამოყვანაც კი სერიოზული პრობლემაა. ხელით უნდა გამოიყვანო რა ეს მდინარე, რაღაცა ცურვით უნდა გადახვიდე, ან რაღაცა ფონი უნდა იპოვო რა. ძალიან დიდი მდინარეც არ არის, მაგრამ მაინც. ხო, ესეთი ამბებია მოკლედ ველიკაია ნოვოსელკასთან დაკავშირებით.